მე ვარ ნინი კაპანაძე 12 წლის. ვსწავლობ მე-20 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, მუსიკა, სიმღერა, ფეხბურთი და დიასახლისობა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ანსამბლ მართვეში. მახსოვს პირველი დღე მართვეში, თითქმის არავის არ ვიცნობდი, ცოტა შებოჭილად ვიყავი, მე უფრო რომ დავმეგობრდი ბავშვებთან, ძალიან დისციპლინური და ასევე კარგი ანსამბლი იყო. ბევრთან უცებ დავმეგობრდი და ძალიან გამიმართლა, რომ კარგი მასწავლებლები დამხვდნენ. მართვეში ჩემი მასწავლებლები არიან დავით სირობიძე და დარო სირობიძე. დათო მასწავლებელი მკაცრი და ამასთანავე მხიარულიც არის და დარო მასწავლებელი მეგობრული და მხიარული. დარო მასწავლებელი კიდევ არის ჩემსავით ულამაზესი. ცეკვაში ზოგადად, როდესაც მოვინდომებთ და მასწავლებლის ყურადღებით მოვუსვენთ, არაფერი არ გაგვირთულდება და ისე ზოგადად ტრიალები არის რთული. ყველაზე ადვილი არის ჩაკრულები. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ლეკური. საყვარელი ლიეთი არის ეს. უკვე 20-მდე კონცერტი გქონდა და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პრაღაში. პირველი ადგილი ავიღეთ და ძალიან ბედნიერები ვიყავით. კარგადაც ვიმგზავრეთ და კარგადაც გავერთეთ. დაგეგმილი გვაქვს ზაფხულში წავიდეთ ანტალიაში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში და იაპონიაში. ჩემს პირველ სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. ჩემმა მასწავლებელმა დიდი სტიმული მომწეს იმისა, რომ მომავალში გამოვიდე ქორეოგრაფიი, რადგან ამის დიდი სურვილი გამაჩნია და სანამ არ დაუბერდები, მანამ ვიცეკვებ და ვისწავლი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და დავდივარ გიტარის წრეზე. გიტარაზე ერთი თვე რაც დავდივარ, მართალია ყველაფერი ძნელია, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ყველაფერი გაგვიადვილდება. უკვე ვისწავლე რამდენიმე აკორდი და ვიცი ბევრი სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერაა საქართველოა. დარჩება ისტორიას ზევდით და ხალისით. გიტარის გარდა კიდევ მინდა რომ ვიცოდე პიანინოზეც დაკვრა. დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი დიდ სცენაზე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს მეგობრული კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის დიამ ჟავანაძე. ყველაზე ცელქია ბექა ჯაყელი. ყველაზე ჭკვიანია თიკო დიდმაინძე. ყველაზე მშვიდია სესილი გოგუაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და ბრაზიანი. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ცირა გათენაძე. იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობს რომ გაგვიგოს და ცდილობს რომ არ გავაწყენინოს. რაც მთავარია უყვარს თავისი საქმე და ბავშვები. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ქორეოგრაფი. თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ გამოვალ ქორეოგრაფი, მაშინ გამოვალ ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება სასტუმროები. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი მოდელი. ახლა მინდა ვიყო 19 წლის, რადგან სტუდენტი ვიქნები და მეყოლება ჩემი ანსამბლი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამიკო, დედიკო და ჩემი ორი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 8 წლის და ქვია ნიკოლოზი. ის არის სიმპათიური, ჭკვიანი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა მეცადინეობ. მეორე ძმა არის 3 წლის და ქვია ლაზარე. ლაზარე არის საყვარელი, ჭკვიანი და მავნე. ჩემი აზრით ნიკოლოზი რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავე და ლაზარე მომღერალი. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და ჩემი სრულების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია რომ არ მეზარება სახლის დალაგება და ასევე საჭმლის გამზადება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთებ, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ჩემი საყვარელი საჭმელია პიურე. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ბიბო. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მეც სულ მინდა მარტო ვიყო სახლში. ჩემს ჭკვაზე გავაფუჭებ რაღაცებს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, რევას ბაბუას გავაცოცხლებდი და ადამიანებს უკტავს გავხდიდი. წინა მონაწილემ ასეთი კითხვა დამიტოვა: ნინი რო არ მერქვას, სხვა რა სახელი მერქმეოდა? მე ნინი დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომტონს. მაგრამ ნინი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ტაისია. ჩემს შვილებს დავარქმევ ბიჭს ირაკლის და გოგოს ნიას. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ კითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ფეხბურთი და ხშირადაც ვთამაშობ. ვთამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მიქაუტაძე და საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 21 ნომრით. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს წრეში ბურთი. ჩემი ნება რომ იყოს, ავკრძალავდი თვალებახვეულ მგელობანას, რადგან შეიძლება ბავშვმა რაიმე დაიზიანოს. ჩემი ოცნების საჩუქარი არის დიდი სამსართულიანი კერძო სახლი. ბედნიერება არის მოგზაურობა, ცეკვა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.